ისტორია ზოგჯერ სარკედ იქცევა, რომელშიც ყველაზე მტკივნეული იმის დანახვაა თუ დიდი წარსულის გვერდით როგორ გამოიყურება ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის სიმცირე და სიპატარავე. საქართველო არასოდეს ყოფილა სამხრეთ კავკასიის რიგითი ქვეყანა. უახლეს ისტორიაშიც კი პირველი რესპუბლიკის ეპოქაში ის იყო თავისუფლების იდეის წინამძღოლი მთელ რეგიონში. ბოლოს და ბოლოს ყველამ ვიცით სამივე სახელმწიფოს დამოუკიდებლობა თბილისში გამოცხადდა. თანამედროვე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაშიც საქართველო კვლავ პოლიტიკური ენერგიის ცენტრი იყო. სვიად გამსახურდია ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, განსხვავებული ეპოქების, განსხვავებული პოლიტიკური ბიოგრაფიის ფიგურები, მაგრამ ყველა მათგანი თავისი დროის მასშტაბით სამხრეთ კავკასიის აღიარებული და გამორჩეული პოლიტიკური ლიდერები იყვნენ. ამ ფონზე განსაკუთრებით მწარია დღევანდელი კონტრასტი. ქვეყანა, რომელიც რეგიონში ევროპული მისწრაფებების ლიდერად ითვლებოდა, ახლა გვერდიდან უყურებს, როგორ მასპინძლობს ერევანი ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის დიდ სამიტს. როგორ ჩადიან სომხეთში ევროპელი ლიდერები, ევროკავშირის უმაღლესი პირები და კანადის პრემიერ-მინისტრიც კი. ვიცით, რომ მანამდე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტიც სტუმრობდა ერევანს. ამ კვირაში მსოფლიო სამეცნიერო წრეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს პურის ხორბლის ერთ-ერთი უძველესი დოკუმენტურად დადასტურებული სამშობლო საქართველოა. გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე აღმოჩენილი 8000 წლის წინანდელი კვალი გვეუბნება, რომ ამ მიწაზე ადამიანი მხოლოდ გადარჩენისთვის კი არ ცხოვრობდა, ქმნიდა კულტურას, პურს, ღვინოს, წესს და ცივილიზაციას. საქართველო კულტურული ვაზის სამშობლოს შემდეგ პურის ხორბლის სამშობლოცაა. ისტორია, როგორც ჩანს, ჩვენს მხარესაა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ისტორია შეუძლია დაგეხმაროს მხოლოდ მაშინ, როცა თანამედროვეობაში თავად არ ღალატობ საკუთარ თავს, თავს არ იუფასურებ. ქართველებსა და სომხებს სამხრეთ კავკასიის ორ უძველეს ერს დიდი ხანია გვაქვს ეს მეგობრული, ზოგჯერ ემოციური, ზოგჯერ ირონიით გაჯერებულ გაზავებული შეჯიბრი. ვის უფრო ძველი კულტურა აქვს, ვინ უფრო ადრე იყო, ვის უფრო ღრმა ფესვები აქვს. ასეთ შეჯიბრში არქეოლოგია ხან ჩვენ გვაძლევს უპირატესობას, ხან სომხებს. გასულ კვირას ისტორიაში ჩვენ გაგვიმართლა, მაგრამ დღევანდელ პოლიტიკურ რუკაზე უპირატესობა უკვე ერევნისკენ გადაიხარა. ერევანი მასპინძლობს ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის მერვე და ევროკავშირ სომხეთის სამიტებს. ეს აღარ არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ღონისძიება, ეს არის დიდი პოლიტიკური მოვლენა სიმბოლო. ქვეყანა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის უსაფრთხოების ორბიტის ტყვედ ითვლებოდა, დღეს ევროპელი ლიდერების შეხვედრის ცენტრია. ანუ ერევანი ხდება ადგილი, სადაც დასავლეთი სამხრეთ კავკასიას ელაპარაკება. და ამ დროს თბილისი, რომელიც წესით ამ რეგიონის ევროპული კარიბჭე უნდა ყოფილიყო, დღეს დაკავებულია სრულიად სხვა მასშტაბის გეოპოლიტიკით. რამდენად უნდა დაკმაყოფილდეს ხალხი 9 კილო ათლარიანი ყველაზე უხარისხო ხორცით. სომხეთში მსჯელობენ დემოკრატიულ მდგრადობაზე, რეგიონულ კავშირებზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ევროპულ მომავალზე. საქართველოში ხელისუფლება ფასებზე ჯერ ტყუილს იგონებს, მერე იმავე ტყუილს უკუღმა ატრიალებს და ბოლოს გვამონათებს, რომ თუ უკეთესი ცხოვრება გვინდა, ალბათ სამშობლო არ გვიყვარს. ეს არის კონტრასტი, რომელიც ეროვნულ ღირსებას შერჩენილ ქართველს შვიდად ვერ დატოვებს. ჩვენი ძველი მეგობარი სახელმწიფოების მეთაურები აღარ ჩამოდიან თბილისში. დემოკრატიული სამყაროს ლიდერები აღარ გვიყურებენ როგორც სერიოზულ პარტნიორს. ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად მოწინავე ქვეყნები, რომლებსაც ოდესღაც საქართველოს წარმატების ისტორიის თანამონაწილედ ყოფნა უნდოდათ, დღეს ჩვენგან შორს დგანან. არა იმიტომ, რომ საქართველო აღარ არის მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს სახელით ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებმაც პარტნიორები მტრად გამოაცხადეს, მტერი კი თითქმის ოჯახის წევრად. საქართველო, თითოეული ქართველი რას ვკარგავთ, გასაგებია. რა მიიღო ამ ყველაფრის სანაცვლოდ თუნდაც ქართულმა ოცნებამ? დიდი სტრატეგიული ჯილდო, სეპარატისტების ლოიალობა, უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური გარღვევა, არაფერი. მიიღო კალაძის ყოფილი სიძისა და ზახაროვას კომუნიკაცია, როგორც რუსეთის მარიონეტობის დიპლომატიური მედალი. აი აქამდე დავიდა სახელმწიფო, რომელსაც 8000 წლის წინ პურის და ვაზის კულტურა ჰქონდა. რა თქმა უნდა, სომხეთს წარმატება უნდა უსურვოთ. ეს არც შური უნდა იყოს და არც ბოღმა.
პირიქით, სომხეთის დასავლური დინამიკა თუ ის გამყარდება მთელ სამხრეთ კავკასიას წაადგება და საბოლოოდ საქართველოსთვისაც შეიძლება გახდეს დამატებითი შესაძლებლობა. მაგრამ ეს კეთილგანწყობა არ აუქმებს მწარე კითხვებს. როგორ მოხდა, რომ ქვეყანა, რომელსაც რეგიონში ევროპული ინტეგრაციის ლიდერის როლი ჰქონდა, დღეს გვერდით დგას და სხვების წარმატებას უყურებს? ჩვენ ისტორია გვაძლევს სიამაყეს და დიდებას, მაგრამ დღევანდელობა გვართმევს პერსპექტივას. და ალბათ სწორედ ეს არის ამ კვირის ყველაზე მძიმე სიმბოლო. საქართველოს კვლავ პურისა და ვაზის სამშობლოა, მაგრამ ხელისუფლების ხელში ის გადაიქცა ქვეყნად, სადაც მომავალზე საუბარი დამპალი ხორცის ფასის კამათმა ჩაანაცვლა. ისტორია გვეუბნება, ვინ ვიყავით. ერევნის სამიტი გვაჩვენებს, ვინ შეიძლება ყოფილიყო საქართველო. დღევანდელი ხელისუფლება კი ყოველ დღე გვახსენებს, რატომ აღარ ვართ იქ.